ზოგჯერ რთული მომენტები გვეხმარება და დადებითად აისახება ჩვენზე. უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებთ და შეცდომებს ვხედავთ. ამ ეტაპზე შენების პროცესში ვართ. უფრო მომავალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, რადგან კარგი მომავლის აშენება ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც გუნდში მოვედი, მუშაობა 3 მცველიან სქემაზე დავიწყე. მჯეროდა რომ ეს იმუშავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებთან პირველი მატჩი 3-0 დავთმეთ. სწორედ ესაა ფეხბურთის პრობლემა, რომ დროა საჭირო. მაგალითად, შემიძლია მოგიყვანოთ ლუის ენრიკე, რომელსაც PSG-ში შესანიშნავი შედეგები აქვს, მაგრამ პირველ სეზონში ხალხი გუნდიდან მის წასვლასაც ითხოვდა. გუნდის შენება დროს მოითხოვს. ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს არ არის პრობლემა. მე აგრესიის, კონცენტრაციის, დისციპლინის და სხვა ფაქტორების პრობლემას ვხედავ. უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ თუ გვინდა რომ წარმატებას კიდევ მივაღწიოთ. თურქეთთან ორივე დაპირისპირებაში სტანდარტულ სიტუაციებზე კატასტროფა ხდებოდა, თუმცა რეალურად არაფერი შეგვიცვლია. დაცვაში იმავე ტაქტიკით ვთამაშობთ სტანდარტებზე, როგორც 4-5 წლის წინ და მაშინ თუ მუშაობდა და ახლა არ მუშაობს, ამიტომ ვამბობ, რომ პრობლემა დამოკიდებულებაშია. როდესაც ისეთ მაღალ ფეხბურთელებს კარგავ, როგორებიც გველესიანი და კვირკველია არიან, შეიძლება გამოჩნდეს რაღაც პრობლემები, მაგრამ მუშაობთ და დარწმუნებული ვარ, გამოსავალს აუცილებლად მივაგნებთ. მოგეხსენებათ, ხელშეკრულებაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ურთიერთობა ის თუ რატკურემის დანახვათ როგორ მუშაობს, თუ თავარი მცველი გუნდთან ერთად, თავის სტაფთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ასევე ფეხბურთის ნაწილი არის რთული თამაშები, თავარი არის სწორი ანალიზი და დარწმუნებული ვარ და ჩვენ ორივეს და სტავს და ფედერაციას რა თქმა უნდა გვჯერა რომ არის ვილი არის საუკეთესო მცველი ჩვენი ნაკრებისთვის და რა თქმა უნდა გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ძლიერი იქნება საქართველოს ნაკრები ვილისთან ერთად. რეალობა არის რომ ვილისანული არის საქართველოს ნაკრების თავმჯდომარე და მომავალშიც იქნება ვილისანული.